ღმრთობისო ყველას განცდა მოქვს ასეთი, რომ ვიღაცას ფინანსურად ძალიან უჭირს, ცდილობს ვიღაცისგან ფინანსები ისესხოს, ცდილობს ბანკს, ესე ვთქვათ, დაუკავშირდეს რაღაცა კონკრეტული, რაც მისი საქმის გამოსასვლელად, მიზნის განსახორციელებლად აკლია, ფინანსები იშოვნოს, იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსური რაღაც პატარა ჩავარდნა გიფიქსირდებათ. გაშლის მთავარი თემა იქნება ივლისი-აგვისტო, ზოგადად ზაფხული სეზონი ფინანსურად რა სიუხვეს, რა სიკეთეს და რა, არ ვიცი, ნოყიერ ამბებს მოგიტანთ. მოკლედ, დავიწყებ აქ იმაზე საუბრით, რომ თქვენზე იყო ენერგეტიკული, ესე ვთქვათ, ზემოქმედება გაკეთებული, რამაც განაპირობა თქვენი ბლოკები. ასე, იმიტომ ვამზადებ არკანებს, ჩეხავ თქვენ კი იცით ახლა, რომ ესე ტყუილად არაფერს არასდროს არ ვაწყობ ხოლმე, უბრალოდ ძალიან მოკლე შეზღუდვები მაქვს, მოკლე ვიდეოები უნდა აიტვირთოს შესაბამისად, ჩემებურად 20 წუთიან და 30 წუთიან ვიდეოებს ვერ გთავაზობ და წინასწარ ისეთ დროს ვიწყებ გადაღებას, როცა უკვე პაჩეხვის შემდგომ არკანები მაქვს გამზადებული. ენერგეტიკული წმენდებისთვის იდეალური პერიოდია, მე ამას ვიტყვი, ვინც გაიკეთეთ, იცოდეთ, რომ წინა გაშლას უყურეთ აუცილებლად, ამ ვიდეოს წინატვირ თუ საჯარო გაშლას უცქირეთ აუცილებლად, იმიტომ რომ ფინანსური თვალსაზრისით რა სიუხვეც უნდა შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში არის ის, რომ იმ დაბლოკილი, იმ ჩაბლოკილი, იმ ზემოქმედებებით გამოწვეული პრობლემების პერიოდიდან და სიტუაციებიდან უნდა გამოხვიდეთ ერთიანად. 10 დღე დავემახსოვროთ, 10 პერიოდი, 10 რიცხვი, არ ვიცი, რაღაცა მნიშვნელოვანი ამბავი უნდა გამოვიდეს, მნიშვნელოვანი ფინანსები, მსუყე, სტაბილური, ის რაც მოვა და აი მოვა და დარჩება სტაბილურად შემოედინება და საკმაოდ მსუყე ფინანსებს დაელოდეთ აუცილებლად აი ამ მომდევნო დაახლოებით, ივლისი-აგვისტოს თვეების ბოლომდე. ახლა ვეცდები მე რომ მიყვარს ისე დეტალური ინფორმაცია მოვიღო და ვნახოთ რა არის ის რაც აგვისტოსთვის ბოლომდე ფინანსურად და მატერიალურად თქვენს ცხოვრებაში მოხდება და გამოვა. აი რა არის ის რაც უნდა გამოვიდეს, რა არის ის რაც მოკლედ არ ვიცი, ნახოთ. ვინც უმუშევრად ხეთხართ, ვინც ელოდებით საიდანღაც რაღაც მნიშვნელოვან ზარს, მნიშვნელოვან ამბავს, მნიშვნელოვან შეტყობინებას, კონკრეტული საქმის გამოსვლას, ვინც ემიგრაციაში იმყოფებით, აუცილებლად ელოდეთ ისეთ, ასე ვთქვათ, შეხმიანებას ვიღაცა ისეთი პიროვნებისაგან, ვისაც იცნობთ, ვისთანაც რაღაც სამსახურებრივი კავშირი გქონდათ ადრე, ყოველ შემთხვევაში, გადაკვეთა გქონდათ სამსახურთან, ამ ადამიანთან თითქოს, რაღაც სამსახურის თანამშრომელი ყოფილი ოღონდ ვიღაცა, ან ადამიანი, ვისთანაც დიდი ხანია შეხება გაქვთ და რაღაც გადაკვეთა გქონდათ ცხოვრებისეული რა, ნიშნულოვანი ზარი, ამბავი, დაბარება სადღაც კონკრეტულზე გასაუბრება, რაღაცა თემების საკითხების დალაგება, განხორციელება და შენი ყველაზე დიდი სიხარული, რისთვისაც შენ უნდა იყო მზად. აი ამ უახლოესი 10 დღის განმავლობაში. აქ არის თითქოს ყველა შენი ტრის ჯინაზე გამარჯვება, ყველა შენი ცუდის მსურველის ჯინაზე კარგად ყოფნა, ფინანსური თვალსაზრისით მუშაობის დაწყება, რაღაცა კონკრეტული, აი ბერკეტის მოპოვება, რაც გეხმარება იმაში, რომ შენი საქმე სწორად წარმართო, ვინც დაუშვათ პატარა ბიზნესებს აწარმოებთ, მათ ძალიან დიდი ფინანსური ნაკადი, ვინც ზოგადად მოჭრილ ხელფასზე თანხებზე მუშაობთ, ბევრი მუშაობა, არ ვიცი, საუბარი, უკეთესი პოზიციის შეთავაზება, აქ არის რაღაცნაირად გამარჯვებულის პოზიციაში ყოფნა, რაც მე ყველაზე მეტად მახარებს და ვაი. ხო, ხა რა ხდება? ძალიან დიდი უნარი გაქვთ იმის, რომ მანიფესტაციით მოიზიდოთ ის რეალობა, რომელ რეალობაშიც გსურთ და გინდათ თქვენ ცხოვრება. ეხლა რა ხდება? მე მგონია, რომ ძალიან ბევრი თქვენგანი ოქტომბრის თვის ბოლომდე, ოღონდ ეს ეხება მათ, ვინც შორგზებზე მუშაობს და შორგზაზეა წასული, ემიგრანტებო. ვისაც გინდოდათ დაუშვათ ბანკიდან ფულის დამტკიცება, ვისაც გსურდათ იპოთეკით ბინის შეძენა, ვისაც გსურდათ კონკრეტული რაღაცის გაყიდვა, რომ შემდგომ ის მთავარი გასაღები მოგეპოვოთ, რასაც უძრავი ქონების შეძენა და პატრონება უძრავ ქონებაზე ქვია, ამისათვის იყავით მზად. ვინც სამსახურის დაწყებას ელოდა და ელოდება და გასწრა ამასობაში კანცი და სული, იმ ადამიანების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ისეთი ამბავი უნდა გამოვიდეს და ისეთი ჩანაფიქრი უნდა განხორციელდეს და გამოიღოს შედეგი, რაც შენ ყველაზე მეტად შეგასხამს იმ სიხარულის ფრთებს. საკმაოდ ემოციური ორი თვე გელოდებათ წინ, მეცაც ვიტყვი, რომ ემიგრაციაში ვინც იმყოფებით, სამსახური, რომელიც უნდა დაიწყოთ, იქ
იქნება ცოტა მოშორებით, აი თითქოს გამგზავრებები მოგიწევთ, ნუ აი რაღაც 20-25 წუთის გზა არ იქნება, შეიძლება იყოს 1 საათის გზა, შეიძლება იყოს 40 წუთის გზა, მაგრამ იმდენად კარგ გარემოში, იმდენად კარგ სივრცეში მოხვდებით, ისეთ კარგ თანამშრომლებთან, ისეთ კარგ სტაფთან, ან ისეთ კარგ პიროვნებასთან მოგიწევთ მუშაობის დაწყება, რომ ყველა იმის შორის გავლად ეღირება აი ის გადაადგილება, რა გადაადგილებაც, ასე ვთქვათ, აი აქ ამ კომბინაციაში დაფიქსირდა, რომელიც თქვენ გიწევთ ყველა მიზეს გარეშე, ყველა ვარიანტში. ძალიან ისეთი მოვლენების აფეთქება იქნება მომდევნო 10 დღის განმავლობაში, იმიტომ რომ ისეთი ადამიანი უნდა შეგეხმიანოთ, რომლის არსებობის შესახებ შეიძლება აღარც კი გახსოვთ თქვენ და ის ადამიანი ისე დაგილაგებთ, ისე წაგიკრავთ რაღაც კონკრეტულში ხელს, რომ აი იტყვით, რომ აი ბედი თუ არაო და ღმერთი თუ არაო, საიდან, როგორ, რანაირად ვახსოვდი ამ პიროვნებას, მე თვითონ აღარ მახსოვდაო. ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა აქ საჯარო გაშლა არის ზოგი რაღაც ვარიანტი, რაც გაჟღერდა ამ გაშლაში, რაღაც პროცენტზე იმოქმედებს და რეზონირდება, რაღაცა ვერ იმოქმედებს ყველაზე, ხო, ანუ ეს 100%, ნუ იდეაში 100-დან 100% ვერ ფიზიკურად ვერ რეზონირდება, ამიტომ ყველამ თქვენ სიტუაციას მოარგეთ, იმიტომ რომ ვიღაცას თავის ბიზნესი აქვს, ვიღაცა ემიგრანტია, ვიღაცა საერთოდ უმუშევარია, ამიტომ ყველა ინფორმაცია გაჟღერდა, რაც შეიძლება რომ, ასე ვთქვათ, ამოიწოვო ამ კომბინაციიდან. გავაგრძელოთ ახლა. ნახოთ ახლა ყველაზე მეტად რა გაგახარებს, აი შენ ცხოვრებაში რა მოხდება ისეთი, რაც გაგახარებს. შენი ჰიოლი Facebook-ზე და Instagram გვერდზე ასე მიპოვნით. 300 ლარიანი გაშლის, ასე ვთქვათ, ღირებულება მთელი ივლისის განმავლობაში 50 ლარი იქნება, ამიტომ ჩასაწერად უბრალოდ მომმართეთ. ახალი გაკეთებული გვერდები არის, გამომიწერეთ, არ ვიცი, დამიმეგობრეთ, დალაიქეთ ეს ვიდეო, არხიც ახალი გაკეთებულია, ძველები გაუქმდა ბავშვებო, დაიბლოკა და გაუქმდა. ეხლა ვნახოთ, რა გაგახარებს ცხოვრების სეულად, აი რა არის ის, რაც გაგაბედნიერებს, რაღაცა ფინანსების მოპოვება, კი ბატონო მშვენიერი, რაღაცა რაც ძალიან გაიწელა დროში, რაღაცა რაც ჩამოეკიდა თავდაყირა და გგონია და გეგონა რომ აი არ გამოდის და ეს დედააფეთქებულია, არ გამომდის არაფერი და არსაიდან ძრა არ აქვს და ფინანსურად უკვე დუსტის ფულიც აღარ მაქვს და ძალიან მიჭირდა რა ვქნა და ეს პური როგორ დავჭრა იმდენ ნაჭრად რომ ერთ კვირაზე გადავინაწილე, იმიტომ რომ არ ვიცი კვირის ბოლოს ახალ პურს ვიყიდი თუ არა, აი ასეთი ფინანსური ჩავარდნა ჩანს. ხო და ახლა აქ რა ხდება? 2 ივლისამდე რა დროც არის დარჩენილი, ზუსტად აი ამ პერიოდში უნდა აღმოიფხრას ყველა ის შენი ფინანსური პრობლემა, რომელ პრობლემაშიც ამდენი ხანია უკვე იმყოფები. რა ხდება ახლა? ძალიან იმედგაცრუებაში ხო ხარ? ხო გონია რომ შენი ცხოვრება დამთავრდა? ხო გონია რომ აი რეალურად მორჩა, всё, არსაიდან არაფერი არ გამიმართლებს, არაფერი არ გამოჩნდება, სამსახურს იწყებ. ან იმ ხელა ფული შემოგდის, რომ იმ შენს ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან, ესე ვთქვათ, პრობლემას იგварებ და აგვარებ, რომელსაც დიდი ფინანსები სჭირდება და პენტაკლების ტუზი და პენტაკლების ცხრიანი და პლუს ამას ფონად მე აქ რაც მაქვს, დასტაზე ეს არის. ой, გაითიშა ვიდეო. ფონად რაც მაქვს, აქ არის თასების პაჟი. მოდი მე ესე ვიტყვი, ის რაც ჩანაფიქრში გაქვს, ის რისიც აღარ გჯერა, მაგრამ თან გული რაღაცნაირად კარნახობს, რომ შენ ამ მდგომარეობიდან გამოხვალ, იმიტომ რომ უამრავი ქარცეცხლი გამოგივლია ცხოვრებაში და გადაგიტანია და აქამდე მოსულ ხარ, დაჰკარ მუშაობა, ფინანსების დაგროვება, შოვნა, გამართლება. არ ვიცი ვინ რას ყიდულობს, არ ვიცი ვის რა თანხა უბრუნდება, არ ვიცი ვის როგორ უნდა გაუმართლოს სამსახურში, რომ ისეთი ნოყიერი ხელფასი ჰქონდეს, რომ რეალურად რაღაცა დიდი დანაზოგი უნდა ჰქონდეს წლის ბოლოსთვის, მაგრამ ის რაც ყველაზე მეტად გაშინებს ახლა, ძალიან მალე 2 ივლისის მოსვლამდე, ნელა-ნელა ეტაპობრივად უნდა აღმოიფხვრას და შენია ეს ნერვიულობისაგან ჩაქინდრული თავი, რომ აღარ იცი ვის თხოვა ფული, აღარ იცი აი იქ შენი რაღაცა ღენჭოები დარჩენილი კარადაში, რაც გაქვს პურის ნამცეცები, როდემდე გეყოფა და როდემდე იქნება საკმარისი, შენია ეს რაღაც შემორჩენილი მარაგი, ზუსტად ეს გაშლა დაასეივეთ, შეინახეთ, იმიტომ რომ მალე რაღაცა ისეთი ამბავი მოხდება. იმ ხელა ამბავი მოხდება, ლოტო, არ ვიცი, ესეთ რაღაცებში მიიღეთ მონაწილეობა, ასევე ძალიან იღბლიანი პერიოდი გელოდებათ, ფული რომ მოიგოთ, ან რაღაცაში რომ გაგიმართლოთ, რაღაცა დიდ კურსს გაარტყათ, არ ვიცი. წახვიდეთ ეხლა და ფულები დადოთ მეთქი ბოლო კაპიკი, ამას არ ვიძახი, მაგრამ თუ კი რამე ისეთი არის, ლოტო გადაფხიკო და მოიგო, რაღაც იღბლიანი პერიოდი გელოდებათ. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისათვის და მეტი დეტალური ინფორმაციებისათვის და ყველაფრის განსასაზღვრად აბსოლუტურად შენი ჰიოლი Instagram გვერდზე, ხოლო ასევე Facebook გვერდზე ასე მიპოვნით და ასე დამიკავშირდებით. დიდი ფული მოდის, ბაბა, და გაუფრთხილდით ამ ფულს. ჯიბეები ამოფხიკეთ ქაღალდებისგან, სალფეტკებისგან რომ გაანთავისუფლოთ, იმიტომ რომ დიდი კუპიურები უნდა
ჩაიდოს იმ ჯიბეებში და ამისთვის იყავით მზად. მომავალ ვიდეომდე. დროებით.